მოგესალმებით მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ პომიდრის უნივერსალური соуსი, რომელიც გამოგადგებათ როგორც საწებლად, ისე კერძების მოსამზადებლად, ასევე საუკეთესოა მწვადების დასამარინადებლად. მაშ ასე დავიწყოთ. 5 კილოგრამ პომიდორს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 10-15 წუთი. შემდეგ სათითაოდ გავაცალოთ და გავწკვნათ კანი. ხოლო ცალკე ქვაბში მოვათავსოთ 150 მილილიტრის ზეთი და მასში ჩავყაროთ დაჭრილი 1/2 კილოგრამი ხახვი და დავამატოთ 1 თავი ნიორი, რომელიც შუშოთ ზეთში დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში. ხახვი კარგად უნდა ჩარბილდეს და ჩაიშუშოს. და შემდეგ დავამატოთ 1 კილოგრამი თესლებისგან განთავისუფლებული და დაჭრილი ბულგარული წიწაკა, რომელიც დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში ასევე კარგად ჩავშუშოთ ხახვთან და ნიორთან ერთად. სანამ ბულგარული და ხახვი კარგად იშუშება, მანამ დავჭრათ კანგაცლილი პომიდორი, რომელიც შემდეგ უნდა ჩავამატოთ ჩვენს კარგად მოთუშულ ხახვში და ბულგარულში. ბულგარული უკვე კარგად ჩარბილდა. ახლა დავუმატოთ კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი და ვშუშოთ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. პომიდორიც კარგად უნდა ჩაიშუშოს და ჩაიხარშოს. ეს არაჩვეულებრივი соуსი იდეალურია მწვადების დასამარინადებლად. დაჭრილ ხორცში უბრალოდ ავურებთ ამ соуსს და გააჩერებთ. პომიდორი ჩაიშუშა, დავუმატოთ 1 ჩაის კოზი ორეგანო, 1 სუფრის კოზი ქინძი და 1/2 ჩაის კოზი ცხარე წიწაკა. შეგიძლიათ დაამატოთ შავი პილპილიც და კარგად ამოვურიოთ. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ოხრახუში და რეჰანი. და მწვანილთან ერთადაც შუშოთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ეს მასა ძალიან გავს პომიდორის ჩახოხბილს, რომლის რეცეპტიც ასევე არის შინაურულზე. მაგრამ ეს ასე არ არის. ეს მასა აუცილებლად უნდა დავაბლენდეროთ ან დავაჩოპეროთ ერთგვაროვან მასის მიღებამდე და შემდეგ კიდევ ვადუღოთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ მარილი გემოვნებით და 2 სუფრის კოზი ძმარი და კარგად ავურიოთ. ვადუღოთ კიდევ 5 წუთი და ჩავასხათ მდუღარე სტერილიზებულ ქილებში, ხოლო ცხელივე ქილები შევფუთოთ გაცივებამდე და უნივერსალური соусიც მზად არის, რომელიც კერძებისთვის იდეალურია, ასევე პიცისთვის და როგორც გითხარით, მწვადების დასამარინადებლად. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.